რამოდენიმე დღის წინ სოციმედიაში გაჟღერდა თემა, რომ რამოდენიმე ბავშვი ბოლო პერიოდში შიმშილის გამო გარდაიცვალა. ეს ჩვენი უვარგისი და უსუსული მთავრობა ყოველ დღე შეშინებული, რომ გვიმტკიცებს თურმე მსოფლიოში კი არა და ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და გამოდიან და გერმანიის ეკონომიკურ ზრდას დასცინიან, მაშინ როდესაც შიმშილით უკვდებათ ბავშვები. და ის მედია საშუალებები, რომლებიც აი ესე გვიმტკიცებენ ყოველდღიურად, რომ თურმე ჩვენ ვდიდრდებით, თურმე ჩვენ უკვე თითქმის აი ცოტაც და 60-ში ვცხოვრობთ, თურმე ჩვენ ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ევროპაში და ჩვენი დემოკრატია ყველაზე მაგარი დემოკრატია საფრანგეთსა და გერმანიაზე და დიდ ბრიტანეთზე უკეთესი დემოკრატია, მაშინ როდესაც ბავშვები გვკვდებიან შიმშილის გამო, ახალგაზრდებს კრიმინალები აი ყელს ჭრიან რესტორნებში და ბარებში, მტკვარში თვეში რამოდენიმეჯერ მანქანა ვარდება და ეს ვერ მოუგვარებია სახელმწიფოს. ამ დროს როდესაც ხელისუფალი თავს იწონებს სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდით და გვარწმუნებს იმაში, რომ თურმე ჩვენ ყველანი ვდიდრდებით. ეს უბრალოდ უკვე ღიმილის მონგრელი არ არის, ეს უბრალოდ უკვე ამორალურია. ყველას დიდი უბედურება, რაც ჩვენ საზოგადოებას დღეს ჭირს, არის ის, რომ ამ თემამ შესაბამისი გამოხმაურება ვერ პოვა.